მოგესალმებით პალტრანიუსის ეთერშია გადაცემა ნიუსრუმი არჩევნებამდე ბოლო გადაცემა გვაქვს ხვალ მოგეხსენებათ არჩევნებია გადაცემა უნდა დავიწყოთ იმ მძიმე თემით და რა თქმა უნდა მისამძიმრებით ავტოავარიის შედეგად რომელიც გუშინ გორში მოხდა 6 ადამიანია დაღუპული გუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს ჩემი ფიქრებით ვარ თქვენთან რაც შეეხება COVID სტატისტიკაც ამ მიმართულებითაც გვაქვს სიახლე ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გამოჯამრთელებული რაოდენობა გვაქვს ბევრი და კარგია 2906 ხოლო გარდაცვლილი 12 პაციენტია შედეგად ჯამში საქართველოში COVID 285 ადამიანი ემსხვერპლა ახლა კი რაც შეეხება არჩევნებს როგორც უკვე გითხარით ბოლო დღეა და დღეს ჩემი დიდი სურვილი იყო და ამისთვის მადლობა მინდა ჩემს გამონდასტუმარს უთხრა რომ ეს დღე შემეჯამებინა პოლიტოლოგთან ერთად ლევან ლორთქიფანიძეს ვსურვებთ დღეს ბატონ ლევან მადლობა თქვენ მოგზანებისთვის და მადლობა იმისთვის რომ ერთად შევაჯამებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს როგორ მოვედით აქამდე და რა შეიძლება ველოდოთ წინ მანამდე აუცილებლად უნდა მიუმართო ჩემი მოგზალებული რჩევით თუ თხოვნით იმ ადამიანებს ვინც დღემდე ამბობს რომ ვერ გადაუწყვეტიათ ვის შეიძლება მისცენ ხმა აი ამ ტიპის დამოკიდებულება შეიძლება გაგიჩნდეს ადამიანს მაჟორიტართან მიმართებაში მაგრამ ამ შემთხვევაში არის ერთი კარგი სახელმძღვანელო არა პარტიული სიმპათიებით, არამედ პერსონალურად იხელმძღვანელოთ, ხო? შეიძლება იქ ვიღაცა ისეთი ადამიანი ყავდეთ, ვინცი პარტიაც არ მოგწონთ, მაგრამ პირადად ადამიანს პატივისცემდეთ და შესაბამისად აკეთებდეთ არჩევანს. რაც შეეხება უკვე პოლიტიკურ პარტიებს, აქ აბსოლუტურად მიუღებელია ის პოზა, რომელშიც ეს ადამიანები, ანუ თქვენი მყოფებით, გადაუწყვეტელები, რომლებიც ყველა სტატისტიკაში გამოკვლევებში ჩანხართ ლამის კომუნისტებიდან ფაშისტებამდე აი ეს სპექტრი რო ავიღოთ პოლიტიკური პარტიების ყველანაირი არჩევანი არის და ნუ ჩააყენებ საკუთარ თავს რაღაცა ზე იმპერატიულ პოზაში რომ თქვენი გემოვნების არჩევანი არ მოიპოვება ამას სჭირდება უბრალოდ მარტივად თვალის გადავლება იმ ციფრების 50-ზე მეტი პარტია იღებს მონაწილეობას და სრულიად წარმოუდგენელია ამ პოზაში საკუთარი თავი ჩაყენება ან ეს სულ სხვა რამეზე მიანიშნებს ვიღაცა შეიძლება უბრალოდ ფიქრობდეს რომ ვარ მე ქართული ოცნების მხარდამჭერი და ვითომ ამ პოზით იმართლებდეს საკუთარ არჩევანს მაგრამ არც ქართული ოცნების მხარდაჭერაა დღეს სირცხვილი დამეთანხმეთ ესეც ღიად უნდა თქვათ ისევ როგორც არც ნებისმიერის ახლა პრორუსული პარტიების მხარდაჭერა შეიძლება ცოტა ტეხავდეს მაგრამ სხვა დანარჩენებში დაფიქსირება ყოველთვის ჯობია, ამიტომ ნუ დაკარგავთ საკუთარ ხმებს და მიიღეთ მონაწილეობა. განსაკუთრებით ახალგაზრდებს მიმართავ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ძალიან ბევრი რამ უნდა გადაწყდეს, შეიძლება სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდეთ და ამ რეალობას რაღაცა ძალიან პრორუსული მიმართულებით კი არ მივდივარ. კოალიციურ მთავრობას გულისხმობ, რისი გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს და ნახოთ რა შეიძლება გამოგვივიდეს. ყველაფერი ჩვენზე ამ ქვეყნის მოქალაქეებზეა დამოკიდებული. ბატონ ლევან, მოგესალმებით და მოდი დავიწყოთ ამით ამ არჩევნების მნიშვნელობით და ზუსტად ამ ნაწილით, იმიტომ რომ მართლა ბევრი ახლა 40% როცა ამბობს, რომ იცი რა არ მაქვს გადაწყვეტილი ვის უნდა მივცე ხმა, ცოტა რაღაცა პოზას გავს ჩემს თვალში და პრანჭიობას. მოგესალმებით კოკა, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ აი ამ გულში საქართველოს საინფორმაციო ცენტრში. აქედან მიდის ყველა იმპულსი და ცნობა მთელს ქვეყანაში და ადამიანები დილას იწყებენ ინტერპრეს ნიუსის ცნობების წაკითხვით მთელს ქვეყანაში. რაც შეეხება მეც მინდა შევუერთდე თავდაპირველად თქვენს სამძიმარს, ნამდვილად შემზარავი მოვლენა მოხდა გუშინ გორთან და მეც უთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და თუნდაც იმ პარტიას, რომელსაც მე განსაკუთრებით ნეგატიურად ვაფასებ ხოლმე, მაგრამ აქ ამისი დრო არ არის, როცა ესეთი ტრაგედია ხდება. რაც შეეხება არჩევნების მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, კოკა, შეიძლება ადამიანები იყვნენ გადაუწყვეტელ პოზიციაში, ანუ ჯერ არ იციან ვის მიცენ ხმა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე გამოცხადება საარჩევნო უბანში პირბადით, სადეზინფექციო ხსნარით, შესაბამისად შეიძლება ხელთათმალებით მივლენ არჩევნებზე და რომ დარჩებიან მარტო აი იმ კაბინაში საკუთარ თავთან და ნამდვილად გააკეთებენ არჩევანს აი ამ უდიდეს ჩამონათვალს შორის. თქვენ მართალი ხართ, კოკა. არჩევანი არის
კოლოსალურად დიდი. იქ არიან მემარჯვენე პარტიებიც და მემარცხენე პარტიებიც, ლიბერალები და ყოფილი კოცებიც და ახლანდელი ნაცებიც, ერთ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალებიც და ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალებიც, გამსახურდიას ხელისუფლებასთან დაკავშირებული პარტიებიც, ყოფილი შევარდნაძისტებიც, იმხელა არჩევანია კოკა, რომ თქმა იმისა, რომ აი მე ვერ შემოვხაზა ვერავის და არ ვიცი ვის მიცა ხმა, ეს არასწორია. მიდით მეგობრებო საარჩევნო უბანზე და იქ თქვენ აი ამ 50 ჩამონათვალი იქნება. 50 პოლიტიკური პარტია იქნება და როგორ შეიძლება რომ ერთისთვის მაინც არ გაიმეტოთ აი ეს თქვენი ხმა და მართლა ერთადერთხელ ხდება ხოლმე 4 წელიწადში ესეთი მოვლენა რომ აი ერთი დღით მთელი ძალაუფლება არის ჩვენს ხელში. რა თქმა უნდა, მეც უკეთესი გემოვნების ვარ და უკეთეს პოლიტიკურ ელიტას ვისურვებდი და კლასს ჩვენს სინამდვილეში, მაგრამ მოცემულობა ეს არის და ჩვენი პასუხისგებლობა რომ ამ მოცემულობაში გავაკეთოთ ამას. მე ამ ნაწილშიც კი უფრო მოგრძალებული ვარ შეფასებებში, რაც არის ჩვენი საზოგადოება და რაც ვარ ჩვენ ყველანი ერთად იმის ანარეკლია ჩვენი პოლიტიკური რა. ეხლა ლორდთა პალატა საქართველოში ნუ მოვითხოვთ არ ვართ ჩვენ ბრიტანელები და ლორდთა პალატასაც ბევრი ხარვეზია ხათაშორის კოკა და შეგვიძლია მაგ მიმართულებით მე სხვა გადაცემები. ნუ საერთოდ მსოფლიო პოლიტიკას დღევანდელს თუ გადავხედავთ, ისეთი რამე ხდება ტრამპის ბაგებიდან ისეთი რამეები ამოდის, მე არ მიკვირს უკვე არც შალონ ნათელაშვილის ლექსიკა და არც სხვა დანარჩენების მაინაშვილისა თუ ზოგადად ქართული პოლიტიკური სპექტრის მართლა იმდენად დამძიმდა. მოკლედ ამაზე შევთანხმდეთ კოკა, რომ არჩევანი არის და ამ არჩევნებზე უნდა გამოვცხადდეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საარჩევნო უბანზე იმდენივე საფრთხე გვემუქრება ჩვენ აი ვირუსული და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რამდენიც შეიძლება დაგვემუქროს სუპერმარკეტში. ასე რომ ესეც არ გამოდგება მიზეზად. ვინც ვერ მიდიხართ არჩევნებზე, ეს 5 შეგეძლოთ, შეგეკვეთათ და მოვიდოდათ თქვენთან და იმითი მიგეცათ ხმა. ასე რომ ყველანაირი პირობა გაქვთ, რომ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა და თუ არ მიიღებთ მონაწილეობას, რა შედეგებიც მიიღება, ამაზე პასუხისმგებლობა გექნებათ ასე. ახალგაზრდების ნაწილია საინტერესო. ძირითადად არიან ხოლმე პასიურები. რატო არ იცი ჩვენთან ყველაფერი პოლიტიზირებულია, მაგრამ ეს პოლიტიზირება არ შეეხო მაინც და მაინც უკვე ზრდასრულ ადამიანებს, ოღონდ ახალგაზრდებს, სადღაც 30 წლამდე, 18-დან. რა მოქმედებს მათ? ამაზე მოქმედებს ის, რომ ჩვენი პარტიების საარჩევნო პროგრამებში ახალგაზრდები არ ხვდებიან ხოლმე. ახალგაზრდები პოლიტიკურ პარტიებს ჭირდება ძირითადად დროშის დასაჭერად, რაღაც უკან მასობრივი სცენის შესაქმნელად, მაგრამ აი პროგრამაში სიებში ახალგაზრდები მოწინავე ადგილებზე ვერ ხვდებიან ხოლმე თუ ისეც არის ეს. ხო, არა, მაინც პარტიების საერთოდ ახალგაზრდების აი რეფორმერი რო არის. არა, მაგრამ მე გეუბნებით აი ძირითად პარტიებზე, ვისაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს და მთავარი მოთამაშეები არიან. ასე რომ ახალგაზრდებსაც საყვედურს ჩვენ ვერ ვეტყვით. როცა მოხვდებიან საარჩევნო პროგრამებში ახალგაზრდები, მათი ინტერესები, მათი პოზიციები, შემდეგ ეს ფენაც უფრო მეტად გააქტიურდება. თქვენ იცით კოკა, რომ ძირითად აქცენტს ჩვენი მთავარი პარტიები აკეთებენ ძირითადად თქვათ პენსიონერებზე, საშუალო ასაკის ადამიანებზე, იმიტომ რომ ისინი უფრო დადიან როგორც წესი არჩევნებზე. ტრადიცია ესეთია, რომ რაც უფრო ასაკოვანი ხარ, მით უფრო მეტად დადიხარ არჩევნებზე და აი ამ ბაზრის მოთხოვნებს, საარჩევნო ბაზრის მოთხოვნებს პასუხობენ ჩვენი პარტიებიც. მაგრამ 1-2 გონიერი ადამიანი თუ გამოჩნდება ჩვენს პოლიტიკურ კლასში, ნამდვილად ეხლა თუ არა მომავალში დასვამს აქცენტს ახალგაზრდებზეც, რომელიც დიდი ძალაა. შეიძლება თვითონ ისინი რაოდენობრივად ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ ახალგაზრდებს, სტუდენტებს შეუძლიათ ძალიან დიდი მასების ორგანიზება. მათთან არის ძალიან ბევრი ადამიანი დაკავშირებული, დიდი ქსელი აქვთ. ასე რომ ამ ეს რესურსიც უნდა გამოიყენებინათ, ჯერჯერობით ვერ გამოიყენებთ. ნახოთ რა იქნება. თავად არჩევნების მნიშვნელობაზე სანამ გადავიდოდეთ და რა შეიძლება ველოდოთ მულტიპარტიული კოალიციური მმართველობისგან რისი გამოცდილებაც ევროპას აქვს და ევროპის პოლიტიკას ლევანის საუკეთესოდ იცნობს, ფიქრობ საქართველოში, ამაზე რამდენიმე წუთში მანამდე არ შეიძლება არ დავაფიქსიროთ გუშინდელ ფაქტზე მომხდარზე ჩვენი პოზიცია. მეც ვუერთდები, ოღონდ არა ასე ეს რა მოვისმინე და რატომ მოვისმინეთ ბუბა კიკაბიძის გამოსვლას და ქართული სიმღერის რუსულად შესრულებას თავისუფლების მოედანზე და ვეთანხმები იმ მოსაზრებას ეს რო ქართული ოცნების აქციაზე მომხდარიყო საოცრებას და მე ალბათ მეორე გავრილოვის ღამეს მოუწყობდა ოპოზიცია მართლ ძალას მაგრამ ნუ გაკეთდა შეფასებები შეგვეშალა ნიკამელია მომეწონა განსაკუთრებით ზავის მელოტი თავით მე ყაღზე დამიდგაო ეს რომ მოვისმინო მომღერლების ნაწილზე
მათ შორის ბუბაზეც კითხავთ და რა დატვირთვა? ჯერ საინტერესო მე პოსტი ევროპის ჰქონდათ. გარდა მეტნაკლებად კარგად ვიცნობ პოსტკომუნისტურ სივრცეს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. და ეს მომღერლების აქტიურობა არის პოსტკომუნისტური სივრცის ნაწილი, იმიტომ რომ აი ამ სივრცეში უკვე ცნობილი ადამიანები აღარ არიან მეცნიერები, მაღალი რანგის ეკონომისტები, მაღალი რანგის, თქვათ, პოლიტოლოგები და ასე შემდეგ. ამ სივრცეში, პოსტკომუნისტურ სივრცეში ყველაფერი დაიპყრო და მსოფლიოშიც, მაგრამ პოსტკომუნისტურში განსაკუთრებით ყველაფერი დაიპყრო მასობრივმა კულტურამ, მასობრივმა მედიამ და იქ გამოსულმა ადამიანებმა. ლედი გაგა, მახსოვს ჰილარი კლინტონს. კი ბატონო, მაგრამ ისინი არ არიან სიის წევრები. თორე ეგ მერილ სტრიპი ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე მადონა ეხლა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. რა თქმა უნდა, აქტიურები არიან და სამოქალაქო პოზიცია გაქვთ. ამას მე არ ვამბობ. მე ვამბობ აი პოლიტიკაში უშუალოდ ჩართვა. აი ზელენსკი მაგალითად იმ კავენის მსახიობი უკრაინის პრეზიდენტია. თქვათ იგივე რომ გადახედოთ თქვენ რუსეთის დუმას, ძირითადად ოლიმპიური ჩემპიონები სიგრძეში ხტომაში, სიმაღლეში ხტომაში, ასე შემდეგ. მათი არის და კობზონია და დიდი ხნის განმავლობაში ერთი 7 მოწვევის დუმის წევრი იყო და აი ეს გადმოედო საქართველოსაც დიდი ხანია. უბრალოდ მე რისი თქმა მინდა, იცით, კოკა, რომ არიან ძალიან პრინციპული კულტურის მოღვაწეები. აი მაგალითად მე მახსენდება ნატო მეტონიძე, რომელიც ჯერ ესეთი ძიაფასიანი განცხადებებით არასოდეს არ გამოსულა. უბრალოდ მღეროდა იქ, სადაც ფიქრობდა, რომ სწორი პოზიცია იყო და ამიტომ ის ჩემს დიდ პატივისცემას იმსახურებს. შეიძლება თქვენ გსმენიათ ძალიან იჭიერი და ცნობილი ქართველი დირიჟორის გოგი ჭიჭინაძის შესახებ, რომელიც ასევე მკაფიოდ დგას თავის პოზიციაზე, ყოველთვის იყო სააკაშვილის საწინააღმდეგო ფლანგზე. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მაგალითად გიორგი უშიკიშვილზე და კიდე რომელიც ყოველთვის ნაციონალური ყოველთვის ნაციონალური აი ეს ადამიანები ხა მე ერთმანეთს ვერ შევადარებ უფრო თქვათ ხო ლექსენიც მაგალითად მე უფრო ნატო მეტონიძე მიყვარს და პატივს მაგრამ აი ეს ორივე მხარე თავისი პოზიციების ერთგულების გამო იმსახურებს პატივისცემას მაგრამ არიან თქვათ ჩვენ საზოგადოებაში რიგი კულტურის მოღვაწეები რომლებიც ასე თქვათ ხან ერთ მხარეს არიან ხან მეორე მხარეს არიან ალაგ წითელ ალაგ ყვითელ ალაგ ალისფერ პოზიციებს ირჩევენ ხოლმე იგივე ბუბა კიკაბიძე ყველამ ნახა სოციალურ ქსელში რეზო ამაშუკელთან ერთად როგორ უჭერს მხარს ედუარდ შევარდნაძეს და ამბობს რომ მე მოქალაქეთა კავშირის აქტივისტი გავხდები. შემდეგ რუსეთში ხა მე ბატონ ბუბას რო წარმოაჩენენ რუს ანტიპუტინურ დისიდენტად ამისი არ მჯერა კაცო მაინდამაინც 2008 წლის ომი უნდა მოხდარიყო აფხაზეთის ოსეთის კონფლიქტი ღეროდათან ელიტასთან აი იგივე დუმის თავარ წევრებთან ერთად და აი იქ იწონებდა ხოლმე თავს. იგივე შეგვიძლია გავხსენოთ თამრიკო ჭოხონელიძე, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მომღერალს, ხო? ის იავნანად, ხო, ყველა ჩემი თაობის წარმოადგენს ჩაესმის ყურში, მაგრამ თამრიკო ჭოხონელიძე რო იტყვის, რომ დანუკა ჟორჟოლიანი არის ღირსეული ქართველი ქალი, რომელმაც იცის პოლიტიკის საშუალებით როგორ ემსახურობს ხალხს. ამ დროს მინდა რომ მეხი ჩამოვარდეს მის გვერდით თვითონ მას არა და სამ ანიშნოს რომ რაღაც იგავ მიუწვდომელ სირცხულთან გვაქვს საქმე ხო ასე რომ ჩვენ უნდა მე მოუწოდებ ჩვენს ტელემაყურებელს რომ პატივიცეთ პრინციპულ ადამიანებს რომელ პოზიციაზეც არ უნდა იდგნენ და დავაფასოთ მათი პოზიციების ერთგულება და ეხა მერაბ სეფაშვილიც კიდე ეხლა გამახსენდა ჩემი გმირი გიწოდა სატრფიალო სექსუალურ სიმღერას რომ უმღერო და პრეზიდენტს და ერთი კვირის წინ რო იქ იდგა ჩიჩილაძეების მიტინგზე, ხო? აი ესეთ ადამიანებს არ უნდა უცეთ პატივი და რაც ცოტას ილაპარაკებენ ესეთი ადამიანები პოლიტიკაზე, მით უკეთეს იქნება მათთვის, მათი ბიოგრაფიისთვის და მათი შთამომავლობა. კი ბატონო, ეს რაც შეეხებოდა მუსიკას, ახლა გადავიდეთ უფრო სერიოზულზე. რას არა და ესე ძალიან სერიოზული საქმეა. არის ხო პრინციპების დონეზე ნამდვილად. ოღონდ ეს მაინც მგონია რომ ინდივიდების არჩევანია და იქ რაღაცა ფაქტორები მაინც მუშაობს ამ ადამიანების არჩევანზე. ამ ინდივიდებს პატივს სცემს ხალხი და ამ ინდივიდებმაც უნდა სცემ პატივი საზოგადოების მოსაზრებას და ესე თვალშინაც არის არ უნდა შეაყვანო. მულტიპარტიულობა, როგორც შესაძლებლობა ჩვენთვის, თუ როგორც გამოწვევა ჩვენთვის, თუ როგორც არ ვიცი, ან რაღაცა შანსი, კარგის და მომავლის, რისი გამოცდილებაც არ გვაქვს. რაც არ იცის და რისი
გამოცდილებაც არ გვაქვს, არიან გამბედავები, ვინც ფიქრობენ, მე მაგალითად ფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი ექსპერიმენტი იქნება. ყოველ შემთხვევაში ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა თანაარსებობა პოლიტიკურ დონეზე, მართვის პრინციპებში არ ვგულისხმობ მხოლოდ ოპოზიციურ კოალიციას, რატომაც არა, იქ შეიძლება ვიხილოთ ქართული ოცნება და რომელიმე დღეს პროდასავლურ ფლანგზე მყოფი, აქეთ ფლანგზე რო ამბობს ისეთი დგას ამ ეტაპზე ისეთი პოლიტიკური პარტიის. ზოგადად ვამბობ მულტიპარტიულ მმართველობაზე, კოალიციურ მმართველობაზე. რა არის ეს დღეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და რამდენად ფიქრობთ, რომ გავუმკლავდებით? იცით რა არის ნამდვილად დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ნახეთ მრავალპარტიული მთავრობები, რას ნიშნავს დასავლეთ ევროპაში. ნიშნავს შეთანხმებას და ამ შეთანხმების პრინციპების ერთგულებას და ნიშნავს სამთავრობო პორტფელების გადანაწილებას. და მე მაქვს შიში, რამდენად მოახერხებენ ქართული პარტიები ჯერ შეთანხმებას, მე ამ შეთანხმების დაცვას და შემდეგ პორტფელების ისე განაწილებას, რომ იქ რაიმე სიცხლე არ დაიყვაროს და მოუწევთ. მე ვფიქრობ, რომ მაინც პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ის, თუ ხელისუფლება არ იქნება ერთი პარტიის ხელში. ვისთანაც არ უნდა დაინაწილოს ხელისუფლება მმართველმა ძალამ, მაინც კარგია რომ მათ არ ექნებათ ერთპიროვნული მმართველობა. თუ მაგალითები რა გვაქვს, ლევან? საუკეთესო მაგალითები გვაქვს ის, რომ მაგალითად 1959 წლიდან დღემდე 71 წელი გავიდა, გერმანიას მხოლოდ ერთხელ ყავდა 4 წლით განმავლობაში ერთპარტიული მთავრობა. დანარჩენი ეს ქვეყანა ყოველთვის კოალიციებით არსებობს და არასოდეს არც ერთ პარტიას არ ქონია ერთპიროვნული ძალაუფლება და არც ერთ პარტიას არ ქონია 59 წლის შემდეგ დღემდე გერმანიაში უფლება რომ მთელი სახელმწიფოს სახელით ელაპარაკა. და ჩვენთან გვაქვს ისეთი ვითარება, რომ თქვა ჯევარნაძე სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობდა და მთელი მისი პარტია ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ აი პარტია და სახელმწიფო ერთი და იგივეა. დღეს ქართულ ოცნებას აქვს დაპყრობილი ყველა დონე ხელისუფლების რაც შეიძლება და პარტიასა და სახელმწიფოს შორის ტოლობის ნიშანს სვავენ ხოლმე ჩვენს სივრცეში. აი ამისგან გავთავისუფლდებით ჩვენ თუ გვექნება აი ეს კოალიციური მთავრობა, მაგრამ ნახეთ ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა და მთავარი კითხვა სწორედ ეს არის. დაგვჭირდება თუ არა კოალიციური მთავრობა. კვლევები ძალიან ბევრი კვლევა მიუთითებს, რომ არ დაგვჭირდება. თუმცა გამორიცხული არ არის ის, რომ უმრავლესობა ვერ აიღოს ქართულმა ოცნებამ და მას დაჭირდეს ვიღაცასთან მოლაპარაკება. და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკეთესი იქნება მათთვისაც, ქვეყნისთვისაც, ოპოზიციისთვისაც და ამ ქვეყნის განვითარებისთვისაც, თუ მათ დაჭირდებათ ძალაუფლების თუნდაც უმცირესი ნაწილის სხვებისთვის განაწილება. რის ინტრიგის ნაწილში მინდა კითხოთ. დევს რამე ინტრიგა წლევანდელ არჩევნებში და რითი განსხვავდება? ერთი ინტრიგა ეს არის. მოახერხებს თუ არა ქართული ოცნება 41%-ზე მეტი აღებას და მარტო მთავრობის დაკომპლექტებას. აი ესა ერთი სათულო საკითხი. მეორე სათულო საკითხი იცით რა არის და მე ყველაზე მეტად რა მაინტერესებს იცით ამ არჩევნებზე არის საშუალო რანგის პარტიები ჩვენს ქვეყანაში, რომლებაც არჩევნებზე მილიონზე მეტი დახარჯეს. ეს არის ევროპული საქართველო, საქართველოს პატრიოტიული ალიანსი, ეს არის სტრატეგია აღმაშენებელი და ლელო. აი ესენი არიან მეორე რანგის პარტიები, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ რო პოზიციონირებენ. აი ამ 4-დან ვინ გავა პირველ ადგილზე? ამ 4-დან ვინ იქნება ყველაზე ძლიერი და უპირატესი? მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეკითხვა, რომელსაც ბრძოლა მესამე ადგილისთვის ვინ იქნება, თქვათ, შემდგომში, თქვათ, მთავარ ოპოზიციურ ძალაზე ვინ განაცხადებს პრეტენზიას, იმიტომ რომ ეს 4 პარტია მაინც არ არის ასოცირებული ბოლომდე, თქვათ, აი ამ დღეს არსებულ, აი ამ ორ დიქოტომიურ ძალას და ნაციონალები და ოცნება და აი მათ ამ 4 შორის მიდის ძალიან დიდი კონკურენცია, ვინ იქნება პირველი. ხო, რეიტინგებიც ამას გვეუბნება, ჩვენ დაახლოებით ერთი და იგივე შრე აქვთ მათ. ერთი შეაქ და დიდი ფული დახარჯეს. ეს საოცარია, ხო, ძალიან დიდი ფული დახარჯეს და აი ვინ გავა პირველზე. მათ შორის ესაა ძალიან საინტერესო ინტრიგა და არის კიდევ ერთი ინტრიგა ამ არჩევნების. მესამე შეკითხვა ჩემი აზრით, რომელსაც გაეცემა ხვალ პასუხი. რამდენი პარტია მოახერხებს ბარიერის გადალახვას, ხო? აი მაგალითად ქალბატონი ნინო ბურჟანაძის პარტია იბრძვის ბარიერის გადასალახად. ლეიბორისტები ალბათ გადალახავენ, მაგრამ რა დონით გადალახავენ და რა ფრაქციას შექმნიან ეს საინტერესო. გირჩიც ალბათ გადალახავთ. მოქალაქეები და აი კახაკუკავა მე მგონია ზღვარზე არიან. კახაკუკავას გაუჭირდება, მაგრამ დიდი
ფული დახარჯა. 9 მილიონამდე დახარჯა ოფიციალური მონაცემებით ბატონმა კუკავამ ამ არჩევნებზე და აი ეს ბარიერთან ჭიდილში ჩართული პარტიების ბედით საინტერესოა. მოკლედ რო შევაჯამოთ, მე მაგ სამი კითხვა. ტრიბუნა არის, მაგალითად ჩვენი საქართველო არის და ასე შემდეგ. აი ამ ტიპის პარტიებს, ამ ახალ პარტიებს რა შანსს ფიქრობთ? აი, იცით რა არის პოლიტიკური პარტია ტრიბუნას ცოტა საარჩევნო მარკეტინგში მოიკოჭლებს, ხო? იმიტომ რომ მათ ფული აქვთ, ყავთ ლიდერი რო ძალიან პრინციპული პოზიციების ბატონი დათო ჭიჭინაძე, რომელსაც მე ვიცნობ და მივიჩნევ რომ ძალიან ჭკვიანი კაცია, თან პრაქტიკული გონების მქონე, თავისი საქმისთვის, თავისთვის საქმის გამკეთებელიც და თან საზოგადოებასაც ყურადღებას არ აკლებს, მაგრამ ნუ აი სახალხო ტრიბუნიდან სახალხო ტრიბუნალამდე, ხო? გაუგებარი, არამკაფიო პროგრამითი მარკეტინგით რო გამოდიხარ არჩევნებზე, ხმას ვერ აგებინებ. ცოტა ვერ გავიგე რას და უწევთ ახსნა ამისი. ახსნა. თან ბატონ დათოს პარტიაში არის ლეგენდარული ქართველი იურისტი, ბატონი ლია მუხაშაური, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ემ, მაგრამ ჩაწერეს მეოთხე კომისიაში. მანამდე ვიყავთ ლიაზე უკეთესი. ხო, მისი მაჟორიტარობად მე მგონი არა. ყველაზე რთულ ოლქში დაასახელეს ქალბატონი ლია, სადაც იბრძვის ეს კახაკალაძის პროტეჟე, ფეხბურთელი, დამავიწყდა განათლება რო არ აქვს მიღებული, ხო, მაღლესია, ნაძალად შეშალა, ირმაინაშვილი და აგლია შეყვანა ძალიან რთულია და ქალბატონ ლიას აქვს დიდი საქმეები გაკეთებული ეკონომიკაში, გურიის ეკონომიკაში, გამუშავებული აქვს თხილის ქარხნები და ასე შემდეგ და გურიაში რატო არ დაასახელეს? ამიტომ როდესაც მაჟორიტარობის არჩევნებზე ვსაუბრობ, აქ უნდა მივაქციოთ, ალბათ ნუ ეხა ვიღაცა პარტიასთან ერთად გააკეთებს არჩევანს, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, ვინც შემსავი დიფერენცირებულ არჩევანს გააკეთებს პარტიას, მაგალითად სხვას ვაძლევ ხმას, გადაწყვეტილი მაქვს და ასევე არა ამ პარტიიდან ვაძლევ მაჟორიტარს. ხო, აი მაჟორიტარულ არჩევნებში ზოგიერთ ოლქში არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პრივილეგია აქვს ზოგიერთ ოლქს. მე ღიად დაუჭირე მხარი მაგალითად და თუ თქვენ არ შემიშლით ხელს, აქვე ღიად დაუჭერ მხარს ანადოლიძეს, ასევე ხმალამოღებულ მებრძოლს და ასე იგი დასავლეთში განათლება მიღებულ ძალიან პრინციპულ ქალს და აი დიდუბეში და ჩუღურეთში პრივილეგირებული ამომრჩეველი ცხოვრობს, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ მიცენ ხმა კანდიდატს, რომელიც არის არც ნაციონალი, არც ოცნება, რომელსაც უბრძოლია, დაუმტკიცებია წინა ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების დროსაც, რომ იგი არის თავისი იდეების ანასაც გაუჭირდება, ძალიან გაუჭირდება. იქ გირჩი ყავს გედევანი. ხო, აქ ანას გაუჭირდება, იქ არის ორი ქალი. ასე იგი გიავოლსკის თანაშემწეები, რიმა ბერიძე და ზავრადაშვილი თუ რაღაც ესენი არიან, ბაევი ჟენშინი რუსები რო იტყვიან, ხმალამოღე ზოია კოსმოზემიანსკაია ერთი და ზოია კოსმოზემიანსკაია მეორე, რომლებიც თვალებს გამოთხრიან სხვებს და ოლქს კარგად იცნობენ კი არა, აი დაქსელილი არიან იქ ვიღაცისთვის პური მიუტანიათ, სოციალური დახმარება მიუტანიათ და აი ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იციან წინვალეთ, თორე ბატონი გია ეხა საყვარელი კაცია ვოლსკი და მისი ერთ-ერთზე რო დააყენო გიავოლსკი და ანადოლიძე ცოცხლად შეჭამს გიავოლსკის და არაფერს არ დატოვებს მისგან მიუხედავად იმისა რომ გია მე ძალიან მიყვარს და მისცემდით გიავოლსკის ხმას? არა, მე ანადოლიძეს მიცემდი ხმას. მე ნებისმიერ ოლქში რო იყოს არც მე მივცემდი გიავოლსკის ხმას. ხო, მე ანადოლიძეს არა და ოცნებიდან მაგალითად სერგენკოს სიამოვნები დავუჭერდი. კი ბატონო, არის ესეთი არჩევანი. აი, მოდით ახლა კიდევ ერთ ინტრიგაზე გავამახვილოთ კოკა ყურადღება. ესე იგი პროპორციული არჩევნებისთვის მე როგორც პოლიტოლოგი ვსვამ სამ შეკითხვას. მოახერხებს თუ არა ოცნება მარტო ხელისუფლების აღება საკუთარ თავზე, ვინ იქნება პირველი საშუალო რანგის პარტიების შორის და ვინ მოახერხებს ბარიერის გადალახვას. ეს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვები. მაგრამ აი ძალიან საინტერესო ინტრიგა გველის ჩვენ მაჟორიტარულ ოლქებშიც. მაგალითად, მაჟორიტარული ოლქებიდან რომელი არის აი პოლიტიკური დაკვირვების თვალსაზრისით საინტერესო? გლდანი, ანუ ის ოლქები, სადაც ლიდერები იყრიან კეიც. აი ნიკამელია პარტიის ლიდერია, რას გააკეთებს საინტერესოა. გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარეა, რას იზამს ქუთაისში საინტერესოა. თქვენ მშობლიურ ოლქში, ზუგდიდში, რას იზამს, თქვათ, გიგი უგულავა. ანუ პარტიის ლიდერები, რომლებმაც შედეს თავისი ავტორიტეტი სასწორზე, მაჟორიტარული
ტერიტორიულ ოლქებში ბრძოლა გარისკეს, აი რასის ზამენ ეს არის საინტერესო. ხო, გიგას ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ ეხლა არა და არ ყავს ძალიან ძლიერი კონკურენტები. ძალიან ძლიერი კონკურენტი ყავს, მას ფულის სახის, თქვენი ცით ბატონი ხახუბია, საფთელი ფოთისპორტში რა ფული შეიძლება შეეტიოს, სეიფში უდევს. ხატოვნად რო ვთქვა, ასე რომ ძალიან დიდარი კანდიდატია და მოახერხებს ბევრია, ძალიან ბევრი ოლქია, სადაც საინტერესო იქნება. ეს ლიდერების ოლქებია საინტერესო და კიდევ არის ის ოლქები საინტერესო, სადაც ძალიან ბევრმა წონიანმა კანდიდატმა მოიყარა თავი. მაგალითად საბურთალოს ოლქი, სადაც ვიმყოფებით ჩვენ. რომ ეხა აქ არის თქვა თავისი ქმრის ფულით ძალიან გაძლიერებული თაკო ჩარკვიანი, არის თავისი მეგობრის ფულით ძალიან გაძლიერებული ბატონი ლელოს ჯაფარიძე, ხო? არის ალი კველისაშვილი, რომელსაც მოუგია საბურთალო და სიტყვა ეთქვის არის ავტორიტეტული სერგეენკო, რომელსაც ასე ვთქვათ დიდი ავტორიტეტი აქვს. ნაძალენ ლადევი, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, სადაც შალვა ნათელაშვილი და სხვადასხვა აქ არის საინტერესო ინტრიგა, რომ თვითონ ირმამ თქვა და ამიტომ გავიმეორებ მე, რომ ჩემთვის მთავარია, რომ მამარჯ ის მაინც შევა პარტიული სიტყვა ყველა ვარიანტში, ჩემთვის მთავარია, რომ დავამტკიცო, რომ დავამარცხებ შალვა ნათელაშვილს. ამიტომ ეს ინტრიგაც დევს ნაძალადევის ოლქში. თან ორივე დუშეთიდან არის და ეს ვინგავა პირველად შალვა გადმოინაცვლა დუშეთიდან და დავდებ ბეჭებზე, ირმა იმუქრება და ნახოთ რა იქნება, აქ კი ლია მუხაშავია. ისე ძალიან კარგად ჩანს, რომ აი ამ ორივე ლიდერმა ნათელაშვილმაც და ინაშვილმაც ნაკლები ყურადღება მიაქცია ამ ოლქს. ისინი უფრო საერთო ეროვნულ თემებზე საუბრობდნენ, საერთო ეროვნულ პოლიტიკაში აქტიურობდნენ და ოლქები დაივიწყეს. იგივე ვაშაძემაც ქუთაისი და აი უგულავას თქვა ზუგდიდი არ მიუტოვებია და სულიქარი და ჩანაცვლებაზე ლაპარაკობს ხოლმე, როცა რაიმე კრიზისები შეიქმნება. ლევან, რამდენად იქნება ზუსტად ამას კითხავთ პერსონალურად არჩევანის გააკეთება თუ მაინც პარტიულად გააკეთებენ? იმიტომ რომ ეხა ფეხბურთელები ყავს ჩვენ ორ ოლქში. ერთგან ნაძალადევში ყაველაშვილი და კობიაშვილი გლდანში. ეს ადამიანები ამ მოწვევის პარლამენტის წევრებით არიან და ყაველაშვილი ფიზიკურ დაპირისპირებაში და სიტყვაში გვინახავს და ის მეორე საერთოდ არ გვინახავს. აი რა პრინციპით მისცემენ ამ ადამიანებს ხმას და ასეთები შეიძლება იქ ვიღაცა ბიზნესმენები ასევე იყვნენ ხო მართული ძალიდან დასახელებულები. კონკრეტულად ამ შემთხვევაში აი ევროპის ყველაზე დემოკრატიულ პარტიებში მოქმედებს ესეთი პრინციპი, მანდატისა და თანამდებობის ერთმანეთისგან გამიჯვნის პრინციპი. და ამ პრინციპის მიზანი რა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული საქმეში. აი შეხედეთ ბატონ კობიაშვილს, თან მისი პრეზიდენტია, ფეხბურთის ფედერაციის და მილიონებს ატრიალებს, თან გლდანის ოლქის მაჟორიტარია, თან კიდე რაღაც პარტიული თანამდებობა უკავია, რა უბედურება ხა იგი, ესე იგი მასზე უკეთესი და მულტიფუნქციური, ასე ვთქვათ, დეპუტატი და მოღვაწე საქართველოში არ არსებობს, ქართულ ფეხბურთში არ არსებობს. დაიკავოს ერთი თანამდებობა და ერთ საქმეს მიყვეს ბოლომდე. თან ისიც უნდათ, რა ქვია, ერთი თანამდებობა, თან მეორეც ესე არ არის, ორი საქმე ერთად ვერ კეთდება, ორ სკამზე ერთად ჯდომა არ შეიძლება, ხო? მით უმეტეს სახელური თუ აქ ორივე სკამს, ხო? ეს გაუჭირდებათ ადამიანებს. აი კობიაშვილი ამის ნიმუშია. და კიდე მე იცით, როგორც თბილისში დაბადებულს და გაზრდილს, ამ ქალაქის მცხოვრებს, აქაურ ამომრჩევლს მიჩნდება კითხვა, რომ რა დავაშავეთ ესეთი რომ ჩვენი ქალაქიდან ორი მაჟორიტარი ფეხბურთელი უნდა იყოს, მერი ფეხბურთელი უნდა იყოს. ეხა ერთი მეკარე ჩაგვიყენონ დიდუბეში, რომ შემოვდივართ იქ და რა დიღომში აღმაშენებლის ხეივანში და საფეხბურთო იმან კლუბად უნდა გადააქციონ ეს ქალაქი. ნუ თუ ვერ მოძებნა მართველმა პარტიამ კობიაშვილზე და ყაველაშვილზე უკეთესი კადრი ამ ქალაქისთვის, მილიონიანი ქალაქისთვის და ორი ყველაზე ღარიბი და რთული ოლქისთვის. ნაძალადევი არის უღარიბესი რაიონი თბილისის და გლდანზე საერთოდ აღარ ვამბობ. გარდა სიღარიბისა უდიდესი ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს ამ რაიონს და ასე რომ აი ეს არასერიოზული მიდგომა ჩანს ხელისუფლების მხრიდან და კლანური მიდგომა. კალაძის კლანი ქალაქში. კი, მიდგომა და შერჩევის პროცესი ერთია, მაგრამ პერსონალურად რამდენად იმუშავებს, ხო მე ცოცხალი მაგალითით შემიძლია გითხრათ ვიცნობ ადამიანებს, რომლებისთვისაც სრულიად მეუღებელია ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ არიან გლდანის ამომრჩევლები და აი პერსონალურად პატივსცემენ ნიკამელიას და ამბობენ რომ ჩვენ ნიკამელიას პატივისცემელ ადამიანებს მე არ ვიცნობ საბედნიეროდ, მაგრამ მე ვიცნობ იცით როგორ ადამიანებს, ვინც პატივს არცემენ ირაკლი კობახიძეს. რომელმაც გუშინ გააკეთა განაცხადი, რომ ერთმა დეპუტატმა მაინც თუ გაიმარჯვა ან თელავშიო, ან სამგორშიო, ან გლდანშიო, მე წავალ პოლიტიკიდანო და მე მართლა მოვისმინე, სერიოზულად ვამბობ ამას. ადამიანებს, რომლებიც არიან თავგადაკრული გულშემატკივრები, ბიძინა ივანიშვილის, რომ თქვეს, რომ ოღონდ ეს წავიდე
გამოვიდეს პოლიტიკიდან. ოღონდ ეს მოშორდეს სივრცეს, რომ მელიას დაუჭერთ მხარს და ყველაფერს ეს შეიძლება ვიღაცა მიხუმრა, მაგრამ ხუმრობის გარეშეც ამბობს ძალიან არა, ხუმრობის გარეშე ამბობს, მე ამას ძალიან ბევრმა იმოქმედა ფაქტორმა კონკრეტულად მელიას ნაწილზე. ნახე, ის დისტანცირდა კვანო მერაბიშვილისგან და კაფეო განცხადებები გააკეთა, გააკრიტიკა სააკაშვილის კონკრეტული მიდგომები, პლუს ის სცენა, რომელიც ყველა ეს აი მაგ სცენაში შეიძლება ნიკა მელია დასასჯელი იყო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან პროვოკაციულად მოიქცა მაშინ და მისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისრათ, მაგრამ აი პოლიტიკა რას ნიშნავს, რომ პოლიტიკა არ არის მარტო ნაჯახის ჩაცემა და გადაწყვეტილების მიღება. პოლიტიკა არის სცენაზე ვითარდება ეს ყველაფერი, ხო? საზოგადოების თვალწინ და უნდა მიიღოს საზოგადოებისთვის მისაღებად გადაწყვეტილებები. საზოგადოება არ უნდა გააღიზიანოს და ამათმა გააღიზიანებს, მაგრამ ნიკა მელიას მთავარი პლუსი არის სუსტი კონკურენტი. ძალიან სუსტი კონკურენტი. მე ერთხელ შევესწარი Facebook-ზე ვნახე უბრალოდ ჩანაწერი როგორ ელაპარაკება ამორჩეულებს ბატონი კობიაშვილი. ველაპარაკობს კოკა. გულდაწყვეტით ხო ლაპარაკის პრობლემა აქვს. ადამიანებთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს. ქართული ენის პრობლემა აქვს, ხო? არა იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც სიტყვები არ იცის და რა უთხრას ადამიანს და როგორ ჩამოაყალიბოს აზრი, ამის პრობლემაა. და ესეთ კანდიდატს რო დააყენებ, ეს არის შეურაცხყოფა ამომრჩევლის, რომ ანუ მე ისე არ გცემ შენ პატივს, რომ გთავაზობ კანდიდატს, რომელსაც 1000 თანამდებობა აქვს, ვერსად ვერაფერს ვერაკეთებს და თან ვერ ლაპარაკობს. უხეში ვიქნები შედარებაში, მაგრამ ესა პოლიჯოხის თემა, როცა ამობი პოლიჯოხი გააღწევს. ხო, არა, მე დიდ პატივს ვცემ. ბატონ კობიაშვილის ბოლოს და ბოლოს ჩემი საყვარელი მეკარისთვის, ოლივერ კანისთვის აქვს გოლი გატანილი. ვერაფერს ვერ ვიტყვი, დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ფეხბურთი ერთია, პოლიტიკა მეორეა და ბევრი სპორტსმენი გვინახავს ჩვენ პოლიტიკაში წასული, ოღონდ რაღაცას წარმოადგენდნენ და ბატონმა კობიაშვილმა ვერაფერი ვერ გააკეთა 4 წლის განმავლობაში და ეს პრობლემაა. კი ბატონო, რას მისცემს ქვეყანას მესამე ვადით ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა თუ ასეთი რამ მოხდა? რა პერსპექტივას უჩენს მას? რას მისცემს და მისცემს სრულ არასტაბილურობას. მე თითქმის ეჭვი არ მეპარება, რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებში პირველ ადგილზე გავა. შეიძლება მათ მოახერხონ ხელისუფლების ჩამოყალიბებაც ძალიან მარტივად, მაგრამ მარტო ხელისუფლების ჩამოყალიბება ხო არ არის საქმე. თავარია როგორ შეინარჩუნებ მას. 2016 წელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგო ბატონმა კვირიკაშვილმა არჩევნები, მაგრამ გზადაგზა შემოეფშნა ხელისუფლება ხელში და 2016-დან 20 წლამდე ერთი წელი არ გქონია ჩვენს ქვეყანაში, რომ არ ყოფილიყო მასშტაბური კრიზისი. ხან ვიღაცა დაიჭირეს, ხან ბასიანში შევარდნენ, ხან იქიდან გამოვარდნენ, ხან გავრილოვი ჩამოიყვანეს და ჩასვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. სრული დილეგიტიმაცია ემუქრება ქართულ ოცნებას. გამარჯვების შემთხვევაშიც კი. იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ არის ძალიან დაბალი და არჩევნებზე ვინც მივა და ვინც მათ მიცეს ხმას, ეს არ არის უმრავლესობის პოზიცია. ლეგიტიმაცია არ განისაზღვრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასვლით. ლეგიტიმაცია ხელისუფლების ხო, ლეგიტიმაცია ხელისუფლების განისაზღვრება იმით თუ როგორ აღასრულებს ის არჩევნებზე ხალხის მიერ გამოხატულ ნებას. რა პერსპექტივას აძლევს მისი ყოფნა? აი, ნახეთ შევარდნაძეც 92 წელს ჩამოვიდა ხელისუფლებაში. ერთი ვადით იყო 95 წლამდე, მეორე ვადით იყო 2000 წლამდე და 2000-დან 2005 წლამდე იყო მისი მესამე ვადა. მიიტანა ბოლომდე? აი დაახლოებით ესეთ შევარდნაძის ბედს უწინასწარმეტყველებ მე ქართულ ოცნებას თუ არ შეცვალა თავისი მიდგომები, სტრატეგიები, სამუშაო ტექნიკები ხალხთან. გიფიქრიათ რას უტოვებს ქართული ოცნება? ეს ვთქვით პერსპექტივა თუ მოდის მესამე ვადით, თუ მიდის ამ შემთხვევაში რას უტოვებს ის ქვეყანას? ქვეყანას უტოვებს გაძლიერებულ ნაციონალურ მოძრაობას. რომელიც წესით უნდა ყოფილიყო აი ბექანაცვლიშვილის პარტიის რანგის პარტია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ტოვებს მას გაძლიერებულს, დარაზმულს, დაფინანსებულს, გაძლიერებულს. აი ეს არის ერთადერთი დიდი მიღწევა, რაც აქვს აი პარტიულ ველზე ქართულ ოცნებას არის ეს, რომ გაძლიერა ნაციონალიზმი. სხვა მხრივ რას? სხვა მხრივ ნუ არის, რა თქმა უნდა, ეხლა მე ხას ვერ გადაუსვა ყველა, რომელიც ძალიან კარგად ხედა და მე არა ვარ ის ადამიანი,
რომელიც უმადურია და ყველაფერს დაივიწყებს, რა თქმა უნდა, თქვა, უკეთესი ვითარება პენიტენციალურ სისტემაში, ჯანდაცვის სისტემაში, ამას უნდა მივესალმოთ. შრომის ინსპექციის შესახებ კანონი, რომლისთვისაც მე პირადად ვიბრძოდი და საკუთარ სხეულზე ვიგემია ხელკეტი იმისთვის, რომ ეს შეცვლილი იყო, გარკვეულწილად შეიცვალა, მაგრამ ნახეთ, სურათია უცვლელი, სისტემა უცვლელი. იგივე ეკონომიკური მართლმსაჯულების სისტემა არის შექმნილი ამ ქვეყანაში და უიკოჭლებს ეს ეკონომიკური და ფინანსური ნაწილი, ანუ მარტივი ახლა ლარის კურსი რა იყო და სად მოვედით, ყველა ხედავს, ხო და ეკონომიკური ზრდა კი აქვს 5%-იანი, მაგრამ ინფლაციის ფონზე ეს ყველაფერი არ ადამიანს არ ეთყობა. აქ ჩანს აი არგუმენტი რომ ყოველთვის გარე ფაქტორებს აბრალებს ყველა საკუთარ წარუმატებლობაზე არასდროს არ საუბრობს. დიახ, და ნახეთ, აი ამ კორონა ვირუსის პანდემია მთელი მსოფლიო დააფიქრა იმაზე, რომ შეცვალონ ეკონომიკის სტრუქტურა. გერმანიაში, საფრანგეთში მსჯელობენ ამაზე და ფიქრობენ ეგრეთ წოდებულ რეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის გაკეთებაზე, ანუ ხელახალი ადგილობრივი წარმოების შექმნის და წახალისების სტრატეგიების შემუშავებაზე. და დღეს კორონა ვირუსმა ვერაფერი ვერ ასწავლა საქართველოს ხელისუფლებას და ისევ ფსონს დებენ ტურიზმზე. შემუშავებული აქვს პროგრამები, როგორ შემოიყვანონ ამ პანდემიას. ყველაზე მეტად აზარავდა სექტორი, რომელიც განადგურდა საქართველოში და ანუ ტურიზმი კარგია, მაგრამ ისევ ამ სფეროზე მუშაობა. იმაზე ისევ ამაზე აქცენტის დაცმა, როცა ენტონი ფაუჩმა თქვა, რომ 2022 წლამდე შეიძლება ამ რეჟიმში ვიცხოვროთ, ესა სიბეცე. და იმეორებენ იგივეს. იგივე ნათია თურნავა, გუშინ წინ მიდის ნამახვანი ჰესის კასკადის წინ ხალხი კარვებში ათენებს ღამეს. ცეცხლი უნთიათ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს დაწუნებული პროექტი გააცოცხლა ამ ხელისუფლებამ და უნდათ რომ რიონის ხეობა ჩახერგონ. რიონი აღარ ჩამოდიოდეს რაჭიდან იმერეთში. აი ეს უნდათ და ხალხი აპროტესტებს და მიდის ცინიკური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. რომ თქვენ ნაყიდები ხართ, საიდანღაც მოსულები ხართ და უჭერს იმ კომპანიას მხარს, რომელსაც ჯერ ნებართვაც არ აქვს მშენებლობის დაწყების და იქ უკვე სამუშაოები აქვს დაწყებული. რა ეკონომიკის ცვლილებაზეა ლაპარაკი? ესე იყო სააკაშვილის დროს, აი ამ იმა ტურიზმი და ესები იყო პრიორიტეტი ჩვენი ეკონომიკის და დღეს იგივეა უღან თან ლარის კურსი არის გაუფასირებული და ყველანაირ დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ ეს $1,000,000-იანი კითხვაც უნდა დაგისვა. დამისვით აბა $1,000,000. ვიღვიძებთ კვირას როგორ ქვეყანაში. ჩვენ ვუსურვოთ ერთმანეთს, რომ გავიღვიძებთ შვიდობიან ქვეყანაში, ხო? აი, იცით რა მაოცებს და მზარავს, რომ ყველა პარტია საქართველოში ამბობს, რომ იმარჯვებს არჩევნებში. მაგას თქვენ არ წყვეტთ. მაგას ჩვენ წყვეტთ. და გადავწყვეტთ ამას, გაგაგებინებთ შედეგებს და დაყალბულდით იმ შედეგებს, რომლითაც ჩვენ დავბრუნდებით საარჩევნო ურნებიდან შაბათ საღამოს. თავარია ეს ჩვენ მივიდეთ ხვალ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის. ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, გსტუმრობდა დღევანდელ ნიუსრუმში. ხვალ ჩვენ საარჩევნო რეჟიმში ვიმუშავებთ. 12 საათიდან უწყვეტი ეთერი გელოდება თვალიტრა ნიუსზე. ჩვენ გადაცემების წამყვანები ვიქნებით ეთერში. დღეს კი ამით გემშვიდობებით, თუმცა დღევანდელი დღეც რა თქმა უნდა პოლიტიკურად დატვირთული იქნება. დღის ნიუსრუმი, რეზუმე 360 გრადუსი გელოდებათ ნახვამდის.